მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. დღეს 28 ნოემბერს უწყვეტი პროტესტიდან, რაც საქართველოში მიმდინარეობს, ზუსტად 1 წელი გავიდა. როგორი 1 წელი იყო საქართველოში და რა მოლოდინები აქვთ პროტესტში აქტიურად ჩართულ ჩვენს თანამოქალაქეებს, ვნახოთ თამთა დოლიძის სიუჟეტში. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. იმ დღიდან, რაც ირაკლი კობახიძემ აღნიშნული განცხადება გააკეთა, ზუსტად 1 წელი გავიდა. იმავე საღამოს რუსთაველის გამზირზე ევროინტეგრაციის გაგრძელების მოთხოვნით უამრავი მოქალაქე შეიკრიბა, რაც ფართომასშტაბიან აქციაში გადაიზარდა. მოქალაქეებმა ევროინტეგრაციასთან ერთად მალევე ხელისუფლების გადადგომა და ახალი არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს. მას შემდეგ ზუსტად 1 წელი გავიდა. ამ დროის მანძილზე რუსთაველის გამზირზე მდგომი მოქალაქეები არაერთხელ დაარბიეს. დაკავებული იქნა სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები. ფიზიკური დაზიანება მიიღო უამრავმა ადამიანმა. გამკაცრდა კანონმდებლობა, რომელმაც პროტესტის ფორმები მნიშვნელოვნად შეზღუდა. თუმცა აღნიშნული მოვლენების მიუხედავად დაწყებიდან 365 დღეს რუსთაველის გამზირზე პროტესტი ისევ გრძელდება, რომელსაც ოზურგეთში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტები უერთდებიან და განვლილ 1 წელს აფასებენ. მძიმე 1 წელი იყო, 300-ზე მეტი кейსია, სადაც ჟურნალისტებზე მაგალითად თავდასხმა მოხდა, თქვენ კოლეგებზე, უამრავი პოლიტპატიმარი ყავს დღეს ციხეში, ადამიანებს იჭერენ Facebook პოსტებისთვის და რაღაც აბსურდებისთვის, საერთოდ არანაირი საფუძველი რომ არ აქვს. თუმცა მიუხედავად ამისა, რეჟიმის ამ დიდი რეპრესიების მიუხედავად, ხალხი გამოდის, დღესაც იდგება თბილისში და ეს პროტესტი გაგრძელდება, ვინაიდან მოსახლეობა კარგად ხვდება იმას, რომ ამ პირობებში ეს ქვეყანა ვერ განვითარდება. ამ პირობებში, ამ რეჟიმის პირობებში ეს ქვეყანა გახდება რუსეთის უკანა ეზო, რომლის განვითარების შანსიც კი არ არის. ეს არა მხოლოდ ევროინტეგრაციის დაკარგვა არის, ეს არის დაკარგვა სახელმწიფოებრიობის. ჩვენ ზუსტად აი ამ რეჟიმის პირობებში, თუ ეს რეჟიმი დროულად არ შეიცვალა, დავკარგავთ სუვერენიტეტს, რომელსაც ასე აქტიურად იყენებენ ამ ტერმინს. თუმცა რეალურად ეს ადამიანები არიან ამ სახელმწიფოებრიობის მტერი. იმ ფონზე, როცა ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ტიტულოვანი სპორტსმენისთვის კარიერის სანაკრებო კარიერის დასრულების მატჩის დღეს მთავარი სათქმელი აღმოჩნდა გულშემატკივრისთვის ქვეყნისთვის სოფლიოს წინაშე, რომ მადლობა პრემიერს, იმ პრემიერისთვის მადლობის გადახდა, რომელიც თავის ამ სისტემასთან ერთად კლავს და ანადგურებს ამ ქვეყნის არა მარტო მომავალს, დღევანდელობასა და საზოგადოებას. კიდევ უფრო ცხადი და აშკარაა რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ პროტესტს და კიდევ უფრო ცხადი და აშკარაა ვისი მადლიერი უნდა ვიყოთ ჩვენ როგორც საზოგადოება, ჩვენ როგორც ქართველი ხალხი, ჩვენ მადლობას უნდა ვუხდით იმ ხალხს, იმ ადამიანებს, ვინც შეძლოდა ესეთი უპრეცედენტო ფაქტი დადო, რომ 1 წლის უწყვეტი პროტესტი შექმნა. მადლობას უნდა ვუხდით იმ ადამიანებს, ვინც თავისი სიცოცხლის ჯანმრთელობის თავისუფლების ფასად ცდილობს, რომ შეუნარჩუნოს ამ ქვეყანას სახე, გადაარჩინოს და დაიცვას მთავარი, რაც ადამიანისთვის და როგორც ერისთვის, ყველასთვის ცალსახად მნიშვნელოვანია, ეს არის ღირსება და ჩემი მხრიდან, ჩემი სათქმელი იქნება, რომ მადლობა ზვიად რატიანს, მზია ამაღლობელს, იმ გოგოებსა და ბიჭებს, რომლებიც თავის სიცოცხლის თავისუფლების და ჯანმრთელობის ფასად ინარჩუნებენ იმედს და ინარჩუნებენ შანსს, რომ ამ ქვეყანას მართლაც ექნება ღირსებული, ევროპული და წარმატებული მომავალი. გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი ორკვინიანი გაწვევის შემდეგ ნოემბრის დასაწყისში დაბრუნდა თბილისში და განაგრძო დიპლომატიური საქმიანობა. ის რადიო თავისუფლებას ინტერვიუს აძლევს და უზიარებს როგორც გაწვევის მიზეზებს, ისევ ბერლინში გამართული კონსულტაციების კონკრეტულ გავლენას მის შემდგომ საქმიანობაზე საქართველოში. შეგიძლიათ გქონდეთ უცხოური ძალის აგენტის და გამჭვირვალობის შესახებ კანონები, გრანტების შესახებ კანონი, მაგრამ ამ კანონებით ევროკავშირში ვერ გაწევრიანდებით, აცხადებს გერმანიის ელჩი.
ფიშერის თქმით, საქართველოში მიღებული კანონები ევროკავშირის სტანდარტებთან არათავსებადია. გერმანელი დიპლომატი ინტერვიუში ყურადღებას ამახვილებს ბრიუსელთან მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზებზე და ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე. ვიცი, საქართველოს მთავრობა აცხადებს, ჩვენ კანონებს არ შევცვლითო, კეთილი, შეინარჩუნეთ კანონები, მაგრამ მაგ კანონებით ვერ შეძლებთ ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს უბრალოდ შეუძლებელია. ეს საკითხი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ყველაფერი ძალიან დეტალურად წერია ევროკომისიის ანგარიშში. მოველი, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში ევროპული საბჭო მოიწონებს ამ ანგარიშს. შეგიძლიათ გქონდეთ უცხოური ძალის აგენტების და გამჭვირვალობის შესახებ კანონები, გრანტების შესახებ კანონი, მაგრამ ამ კანონებით ევროკავშირში ვერ გაწევრიანდებით. ფიშერის აღნიშნულ ინტერვიუს შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია ხელისუფლების ნაბიჯებს აკრიტიკებს. ქართული ოცნება თავად ევროკავშირის მიდგომებს. მარტივად სამოქალაქო საზოგადოება თუ არ ყავს და ოპოზიციური სპექტრი თუ არ ყავს, ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. ამას ალბათ ყველა აცნობიერებს და როცა ოპოზიციური მეინსტრიმული პოლიტიკური პარტიების აკრძალვა იგეგმება და მიმდინარეობს და მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების განადგურება მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ასეთ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. ამას არავითარი კავშირი არ აქვს ევროპაში მიმდინარე პროცესთან. როგორც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ჩვენი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისი იქნება ისეთ კანონებსაც მივიღეთ მომავალში და ჩვენ ხვდებით, რომ ნაბიჯ აგერ ევროკავშირი მოგყვება და კიდევ უფრო მეტად ამკაცრებს, ვიდრე ჩვენ მივიღეთ. თქვენ იცით, რომ ევროკავშირში მიდის ცვლილებები, ყველგან ჯანსაღი მთავრობები მოდის ხალხის მიერ არჩეული და არა უცხო ქვეყნიდან დანიშნული მმართველები და ევრობიუროკრატები. ასე რომ ცოტაც მოვითმინოთ და ზუსტად ვიცით, რომ ევროკავშირი ნამდვილად იქნება ევროპული ღირებულებების და ევროპული ოჯახების გაერთიანება. 2026 წლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ეს გახდათ გუშინ გადაცემა სივრცე დიალოგისთვის მთავარი თემა, რომელიც გურია ტივის საღამოს ეთერში გავიდა და გადაცემის სტუმრები მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები იყვნენ. ჩვენ კანონით დადგენილ ვადებში შევიტანეთ 2026 წლის ბიუჯეტი და პრიორიტეტების დოკუმენტი. 2026 წლის ბიუჯეტის ჯერ ისევ პროექტის მოცულობა, მისი პრიორიტეტები, რეკომენდაციები და შენიშვნები, რომლითაც წარმომადგენლობითმა ორგანომ აღმასრულებას უკვე დაუბრუნა ფისკალური დოკუმენტი ჩასასწორებლად. ეს გახლდათ გადაცემის თემა, რომელზედაც როგორც საკრებულოს, ასევე მერიის წარმომადგენლებმა, საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა პავლე ჭყონია და კომისიის თავმჯდომარე გელა ჩავლეშვილმა ისაუბრეს. როგორც მოწვეულმა სტუმრებმა განაცხადეს 2026 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების ნუსხაში სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებები მთავარ ადგილს იკავებენ და გასულ წელთან შედარებით მათი მოცულობა ისევე როგორც მთლიანად ოზურგეთის ბიუჯეტი იზრდება. 2026 წლის ბიუჯეტი 4 მილიონის ფარგლებში არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან და 47 მილიონ 407,000 ლარით განისაზღვრა. ძირითადი პრიორიტეტები რაც არის, ეს არის ინფრასტრუქტურა, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა, სოციალური პროგრამები და ეკონომიკური განვითარება. ძირითადი გადასახადები, ასე ვთქვათ, რითაც ვაკომპლექტებთ, ასე ვთქვათ, შემოსავლებს, ეს არის დამატებული ღირებულების გადასახადი, რასაც ფინანსთა სამინისტროს პროგნოზირების შესახუძველზე გეგმავთ და აგრეთვე ქონების გადასახადი, რომელიც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის, ასე ვთქვათ, გაზრდილი. პირველი და განსაკუთრებული მახასიათებელი საერთოდ ბიუჯეტისა რაც არის, ეს არის მისი მოცულობა. მოცულობა ცალსახად უნდა ითქვას და ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არის გაზრდილი. ბატონო პავლემ ძალიან აგიდეც დაასახელა ციფრი 4 მილიონ 7,000 ლარის მოცულობით არის გაზრდილი. ეს მნიშვნელოვანი ზრდაა. შესაბამისად პრიორიტეტებიც დასახელებული იქნა ჩვენ აბსოლუტურად თანხმდრა გვაქვს პრიორიტეტების თემაში. თითქმის ყველა პრიორიტეტი იქნა გაზრდილი. გარკვეული რეკომენდაცია გვაქვს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ინფრასტრუქტურაში გარკვეული მოცულობების ზრდაზე, უფრო სწორად მოცულობა აღნიშნული მოცულობის დაკონკრეტება გვინდა და ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ცალკეული ქვეპროგრამების დონეზე გაზრდილი იქნას ცალკეული ქვეპროგრამები. დღეს ოზურგეთის სურათების გალერეაში გურიის რეგიონის მხატვართა საშემოდგომო გამოფენა გაიმართა. 25 მხატვრის 70 ნამუშევარი და ტრადიციული საშემოდგომო გამოფენა ოზურგეთში. სახვითი ხელოვნების ცენტრმა ერთგულ ხელოვნების მოყვარულებს მდიდარი, მრავალფეროვანი და საინტერესო გამოფენა წარმოუდგინა. საშემოდგომო გამოფენის ორგანიზატორი გურიის მხატვართა კავშირია და ის უკვე მე-11 იმართება.
როგორც კავშირის თავმჯდომარე თამაზ დარჩია ამბობს, საშემოდგომო გამოფენა წლის ერთგვარი შემაჯამებელი ექსპოზიცია, სადაც თავს იყრის ახალი ნამუშევრები და მონაწილეობენ ახალი ავტორები. ყოველწლიურად ჩვენი საშემოდგომო გამოფენა არის ახალ-ახალი ნამუშევრების წარმოდგენა. ყოველ წელს ყავს ახალ-ახალი ავტორები და ეს გვახარებს ჩვენ, რომ იზრდება ჩვენი კავშირი და კულტურა იზრდება იმით, რომ ეს მხატვრები ერთმანეთის გვერდით თავის თავს წარმოაჩენენ და აქედან ერთმანეთისგან სწავლობენ კიდეც და ეს ეტყობა ყველა მომდევნო გამოფენებს მათი ზრდა ხელოვნებაში და დღესაც საინტერესო გამოფენის მომსწრე გავხდით. განსხვავებული გამოფენაა, ძალიან საინტერესო გამოფენაა და მე ულოცავ ყველა მხატვარს ახალ საშემოდგომო გამოფენის გახსნას. მე პირადად წარმოდგენილი მაქვს ორი ნამუშევარი. პირველი ნამუშევარი პეიზაჟი, რომელიც არის არა როგორც პეიზაჟი, არამედ როგორც შთაბეჭდილება ზამთრის და მივაღწიეთ ჩემი აზრით იმას, რომ გადმომეცა ის გაყინული მყინვარწვერები, გაყინული ბუნება, გაცივებული მდინარის წყალი და ასე შემდეგ და მთელი გრძნობები ის, რაც შეეხება ზამთარს, ჩავდები აი ამ ნამუშევარში, ამ პეიზაჟში. ხოლო ქვემოთ მაქვს დახატული ასეთი სიმბოლური, ეს არის ოფორტი, რომელიც შემდეგ არის დამუშავებული შერეული ტექნიკით და მიმაჩნია, რომ ეს ნამუშევარი არის სიმბოლო ოჯახის და ძირითადად ოჯახის ბურჯის, ანუ ოჯახის დედის. სიმბოლოს სახით წარმოდგენილი მაქვს ბროწეულები, რომლებიც და თვითონ ქალბატონი, ქართველი ქალის სახე და მისი ხელი, რომ მას უჭირავს ხელში ჩვენი საქართველო. ძალიან მინდა, რომ საქართველო იყოს ჩემი საყვარელი სამშობლო, იყოს ბედნიერი და იყოს წარმატებული ყველა საქმეში. გუშინ ოზურგეთში ფოლკლორის ცენტრში მოყვარულთა ანსამბლის საპოვნელას დებიუტი შედგა. მოყვარული მომღერლები მუსიკოს ფოტინე გორდელაძის ხელმძღვანელობით ფართო რეპერტუარით წარსდგენ მსმენელის წინაშე. პედაგოგი და დიასახლისი, ეპიდემიოლოგი და ბიბლიოთეკარი, კონდიტერი და ექიმი. ეს არასრული პროფესიებია იმ ქალბატონებისა, რომლებმაც საკუთარი ძალები სიმღერაში მოსინჯეს და დიდი ხნის სურვილი თუ ნატურა აისურვეს. სხვადასხვა პროფესიის მქონე ქალბატონების ამღერება და შემდგომ სცენაზე გამოყვანა მუსიკოსის, პედაგოგის, ანსამბლ რეხეულის ხელმძღვანელის ფოტინე გორდელაძის იდეა იყო. რამდენიმე თვიანი მომზადების გუნდა ჩამოყალიბების შემდეგ კი ისევ ფოტინე გორდელაძის შეგულიანებით ქალბატონები ოზურგეთის ფოლკლორის სცენაზე დადგნენ და გურული, რაჭული, აჭარული, თუშური, ებრაული და თქვენ წარმოიდგენეთ აფრიკული სიმღერებიც კი თავიანთი საცეკვაო ნომრებით, თამამად, დიდი მონდომებითა და სიყვარულით წარმოგვიდგინეს. სიმღერის მოყვარულმა ქალბატონებმა სცენაზე გაილაღეს და სასიმღერო და საცეკვაო ნომრებთან ერთად საკუთარი თუ სხვისი პოეზია, გულიდან ამოსული სათქმელი გვითხრეს. საღამოს ბოლოს კი ის სიმღერა შემოგთავაზეს, რომელმაც ქალბატონებს ერთმანეთი, რიგით მსმენელებს კი საპოვნელა გვაპოვნინა. ვიზიარებთ ემოციების ზღვას. დღეს შედგა ანსამბლ საპოვნელას, ესე ვთქვათ, საჩვენებელი კონცერტი და მგონი სრული ანშლაგი, ძალიან დიდი სითბო და სიყვარული მივიღეთ და გადმოგეცით თქვენ. ძალიან ემოციებში ვარ. ჩემი ოცნება იყო ეს, რომ ოდესმე დამდგარიყავი სცენაზე. მადლობა ამისთვის ფოტინეს და ჩემს მეგობრებს. ძალიან ბედნიერი ვარ, ულოცავ ჩემს მეგობრებს წარმატებით გამოსვლას.
70 წლის ასაკში ისევ დაუბრუნდი სცენაზე და რა ვიცი, უსურვებდი ყველას, ვისაც უყვარს სიმღერა და აქვს სიმღერის სიყვარული, მოვიდეს ჩვენთან. ემოცია მაქვს საოცარი, დაუტეველი, ვერ დავიტიე. აი ყველაფერს ვტოვებდი, ჩემს ისეთ საოცარ საქმიანობას და კვირაში ერთხელ სიხარულით მოვრბოდი და მოვიჩქაროდი. ფოტინე მასწავლებელს დიდი მადლობა. ყველა ქალბატონს, რომლებმაც აი საოცარი ძალისხმევა გამოიჩინეს, იმისა რომ სამსახურებიდან პირდაპირ რაღაცა საოცრება იყო. აი ამ შემართებისთვის, ამ ერთობისთვის ყველას დიდი მადლობა და დიდი მადლობა გულშემატკივრებს. ბოლოს მე 5 კლასში ვიყავი სცენაზე რომ გამოვედი და ისეთი ბედნიერი ვარ, რომ აი ქალბატონი ფოტინეს დამსახურება ეს ყველაფერი, რომ დღევანდელ დღეს შხორცი შეასხა, ასე ქვია და ყველა გოგონას, ჩვენს ჯონი გურდის წევნებს, ყველა მოუსვლა საზოგადოებას უღმესი მადლობა მინდა რომ გადავუხადო. უზომოდ ბედნიერი ვარ, ჩემი ოცნება ასრულდა, სულ მინდოდა მემღერა და მადლობა ამისთვის ფოტინეს და გოგოებს. სულ სხვა ილეთები მქონდა მომზადებული და სულ სხვა ვიცეკვე, მაგრამ რა ვიცი, კაი გამოვიდაო მითხრეს და ისე ძალიან დატვირთული ვარ ემოციით და რა ვიცი, ძალიან მიხარია რომ ამან სამში მოვხვდი, სახელით ჩვენი შევარჩიეთ. და მოკლედ ვიქმნით განწყობას, რა სკოლიდან მოვდივარ და ამ დღეს ვხალისობთ ყველა. მე მგონი რომ დღევანდელი დღე შედგა, რაც ჩავიფიქრეთ, ეს იყო გამიზნული ქალბატონებისთვის, რომლებსაც ჰქონდათ სურვილი რომ ემღერათ, მაგრამ ამის შესაძლებლობები არ ჰქონიათ და მე მგონი რომ, რა ვიცი, ეს ყველაფერი შევასრულეთ, შედგა ეს საღამო და ქალბატონების სახით წარმოვადგინეთ ახალი გუნდი, სახელწოდებით საპოვნელა. ისე აღწერიან როგორც პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოსა და ფინესთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 2001 წელს ნახვისა და საქართველოში უკანონო ჩემოტანის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს გახდა ჩემხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გამშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.